ზუგდიდში დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის ეზოში ფესტივალ მუსიკალური ზაფხული 2025-ის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. მაშინ მონაწილეობდნენ ცნობილი შემსრულებლები და ადგილობრივი ანსამბლები. კონცერტს აკომპანირებას უწევდა სიმფონიური ორკესტრი. შეგახსენებთ, კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ მხარდაჭერილი კონცერტების სერია თელავში დაიწყო და ქუთაისსა და ბათუმის შემდეგ ზუგდიდში დასრულდა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მე არა რეგიონებში და ჩემი სიყვარული, ჩემი სითბო, ჩემი დამოკიდებულება, ჩემი სიმღერით გამომეხატა. დიდი მადლობა ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ეს არაჩვეულებრივი საღამოები, მუსიკალური საღამოები, სადაც ჩვენ და ჩვენმა მსმენელმა სიყვარული აუხსენით ერთმანეთს. ქალაქებში მართლა თუ კი რამე დამამახსოვრდება ესე განსაკუთრებული სითბოთი, ეს არის ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან მადლიერები, კარგი მსმენელები, უყვართ ქართული მუსიკა, არა მარტო ქართული, აკადემიური მუსიკა და ყოველთვის გრძნობთ ჩვენ არტისტები მათ დამოკიდებულებას. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კულტურის სამინისტროს ამ პროექტისათვის, რომელიც მიზნად ისახავს სწორედ კულტურის ხელმისაწვდომობას რეგიონებში. უდიდესი მადლობა მინდა მაესტროს ნიკა ნიკვაშვილს გადაუხადო და მის ორკესტრს, მათ ზუგდიდელებს, ზუგდიდის სტუმრებს მოუწყვეს დღესასწაული. და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საოცარ მსმენელს, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან ასიამოვნებია.